სტიქია საქართველოს რეგიონებში ჩამონგრეული სახლები, ჩაბნელებული სოფლები და დროებით თავშესაფარში გადაყვანილი უსახლკაროები. თითოეულობამ საქართველოს ათობით სოფელი იზოლაციაში მოაქცია. ბათუმის დიდ ნაწილს დენი ისევ არ მიეწოდება. აჭარის მაღალმთიანი სოფლები კი სრულად ჩაბნელებულია. ოპოზიცია ხელისუფლებას დაუდევრობაში ადანაშაულებს. ახლაც ბათუმში გრაფიკია, მაღალმთიან აჭარაში შუქი არ მოეწოდება, გზები შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე არ არის გაწმენდილი. არც რეგიონალური განვითარების სამინისტრო, არც სხვა სამინისტროები არ მუშაობდნენ იმისთვის, რომ ბათუმში და აჭარაში ზოგადად დაწყებული ხოლოდან დამთავრებული ყოველთან და პრობლემები მოგვარებულიყო. რა პასუხი აქვს ხელისუფლებას ოპოზიციის ბრალდებებზე და რა ხდება რეგიონებში, სადაც სტიქია მძვინვარებს? დღეს ток-შოუ დიდი პოლიტიკის კითხვებს რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანია უპასუხებს. რეგიონალური განვითარების სამინისტრო ერთ-ერთია იმ უწყებებს შორის, რომელიც იუსტიციის ჩამონგრეული სახლის აღდგენის პროცესში ჩაერთვება. რატომ ჩამოინგრა და რა დასკვნელდა სპეციალისტებმა იუსტიციის სახლთან დაკავშირებით? გაიხსნება თუ არა უსახლკაროებისათვის თავშესაფრები საქართველოს რეგიონებში და რა პასუხი აქვს დავით ნარმანიას თვითმმართველობის კოდექსზე, რომელიც მისმა სამინისტრომ დაწერა და პარლამენტში დაპირისპირების მიზეზი გახდა. სწრაფად ვიღებთ გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ კონტინგენტის შემთხვევაში ყველას მოვემსახუროთ, თუ მოიმართებს კონტინგენტი, კიდევ მზად იქნებით, რომ მოვემსახუროთ დამატებით. პარლამენტის თავმჯდომარის პროტესტი თანაგუნდელებს დღეს დავით უსუფაშვილმა ბიუროს ხდომა რამდენიმე წუთით პროტესტის ნიშნა დატოვა. რამ გამოიწვია დავით უსუფაშვილის პროტესტი და როდის შეწყვეტს ბოიკოტს საპარლამენტო უმცირესობა. სხდომათა დარბაზში მარტო დარჩენილი მმართველი პარტია და კანონები, რომელსაც ქართული ოცნება ოპონირების გარეშე განიხილავს. რა შემთხვევაში დაუბრუნდება სხდომებს ნაციონალური მოძრაობა და არსებობს თუ რა პირობები, რომლის დაკმაყოფილებასაც საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის სანაცვლოდ უმცირესობა მოითხოვს. დღეს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის პოლიტიკური შეფასებები. ток-შოუში დიდი პოლიტიკა ზაქარია ქუცნაშვილი და სერგო რატიანი.